Windows-ში არის გასართობი ცენტრი, რომელსაც ქვია მედია ცენტრი. მისი საშუალებით შეიძლება სურათების ნახვა, ფილმების ნახვა, მუსიკის მოსმენა, ინტერნეტ, ტელევიზიის ნახვა და ასე შემდეგ. მისი ნახვა შეიძლება Start ღილაკში. ამ შემთხვევაში აქ ქვია, მაგრამ შეიძლება არ იყოს აქ. მისი ნახვა შეიძლება წებნის უჯრაში მედიას აკრებით და მედია ცენტრი არის ადვილად ხელმისაწვდომი. დავაჭიროთ მასზე. ვნახოთ, რომ იგი ჩაერთვება. მისი პირველად ჩართვის შემთხვევაში საჭიროა გარკვეული თანმიმდევრობის გავლა. დავაჭიროთ გაგრძელებას, სადაც გვაქვს არჩევანი. შეგვიძლიათ გავიგოთ უფრო მეტი მას შესახებ, თუ ვიცით ინგლისური, ან ავირჩიოთ Express პარამეტრები, ან ჩვენი დავირჩიოთ პარამეტრები. ამ შემთხვევაში ავირჩევ Express და ვნახოთ, რომ სწრაფად ჩაერთვება ჩვენი მედია ცენტრი, რომლის საშუალებით შეგვიძლია დავაკავშიროთ კომპიუტერი ტელევიზორს, უყუროთ კინოებს, მოусმინოთ მუსიკას, ასევე ვნახოთ სურათები და ვიდეოები, ან სხვა დამანაწებითი მონაცემები, რომლებიც ბიბლიოთეკაში არის შენახული. მოდით ვნახოთ მუსიკა. ამისათვის დავაჭიროთ ამ ქვევი და ისარს, სადაც ვნახოთ, რომ არის ქვემენიუ, შეიძლება მოусმინოთ ფავორიტებს რადიოს ან მოვძებნოთ. თუმცა ამ შემთხვევაში დავაჭიროთ უბრალოდ Music Libraries, რომელიც მუსიკის ბიბლიოთეკას ნიშნავს. სადაც გვეუბნება, რომ შეგვიძლია დავამატოთ მუსიკა ჩვენს ბიბლიოთეკას task-ში, setting-ებში და media library-ში შესვლის შემთხვევაში. შემთხვევაში უბრალოდ დავაჭიროთ cancel-ს და ვნახოთ, რომ გვაქვს 3 ალბომი, რომელიც შეგვიძლია დავარგოთ არტისტების, ანუ ხალოვანების მიხედვით, ჟანრის მიხედვით, შეიძლება თვითონ სიმღერებად დავალაგოთ და ასე შემდეგ. თუმცა მოდით დავუბრუნდეთ უკან. ავირჩიოთ ალბომები. ვნახოთ, რომ გვაქვს მხოლოდ 3 ალბომი, რომელიც რა თქმა უნდა შეგვიძლია დავაჭიროთ აქედან ჩართვით, აქვე play album ღილაკის საშუალებით და ვნახოთ, რომ ჩაერთვება მუსიკა. შეიძლება დავაპაუზოთ ახლა და დავუბრუნდეთ უკან. საწყის მენიუში დაბრუნება შეიძლება ამ ღილაკის, ანუ home ღილაკის გამოყენებით. სადაც შევიდეთ task-ში, სადაც არის setting-ები, ანუ სადაც შეგვიძლია პარამეტრების დაყენება და სადაც არის media library. ანუ ბიბლიოთეკა. ავეთ ახოთ, სადაც შეიძლება დაემატოს მუსიკა, სურათები, ვიდეოები, ჩაწერილი ტელევიზორიდან ჩანაწერები, ან ფილმები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამატებთ მუსიკას, ამიტომ მოვნიშნოთ მუსიკა, დავაჭიროთ next და გვეძლევა არჩევანი, რომ დავამატოთ საქაღალდეები. აქედან შეიძლება რა თქმა უნდა საქაღალდეების წაშლაც. დავაჭიროთ საქაღალდის დამატებას, დავაჭიროთ next. აქვე გვაქვს არჩევანი, იყოს ეს ამ კომპიუტერიდან, იყოს სხვა კომპიუტერიდან, თუ მანუალურად, ანუ ხელით მოხდეს საერთო საქაღალდეების დამატება. ავირჩიოთ პირველი, რადგან ამ კომპიუტერიდან ვაპირებ დავამატო მუსიკა, რომელიც არის desktop-ზე ეკრანზე. არ მომიშნა, უბრალოდ დავაჭერ, რომელიც არის cloud-ში საქაღალდეში. ანუ მოვნიშნავ ამ cloud-ში საქაღალდეში მისი subfolder-ები, ანუ ქვე ფოლდერების ჩათვლით. დავაჭერ next. სადაც გვაქვს კიდევ ორი არჩევანი, სადაც შეგვიძლია ავირჩიოთ, რომ დიახ გამოვიყენოთ ეს ადგილი, ან არა, რომ გვინდა ცვლილებების გაკეთება. ცვლილებები უკვე გავაკეთე, ამიტომ მინდა ამ ადგილის დამახსოვრება. დავაჭერ finish და შემდეგ დავუბრუნდებით მთავარ განყოფილებაში. შევალთ მუსიკაში, სადაც გვაქვს მუსიკის ბიბლიოთეკა, დავაჭერთ მას და ვნახავთ, რომ დაემატა კიდევ ერთი მუსიკა, რომელიც არის ალბომური ჩანსულ კახებით. შესრულებით ახსენებთ. დავაპაუზოთ იგი. დავუბრუნდეთ უკან. home ღილაკის საშუალებით, ჩამოვიდეთ მენიუში უკან, სადაც არის task-ი, სადაც არის setting-ები, ანუ პარამეტრები, დავაჭიროთ. შევიდეთ ისე media library-ში, ანუ media ბიბლიოთეკაში, დავაჭიროთ yes. და ვნახოთ, რომ იგივენაირად შეგვიძლია დავამატოთ სურათებიც, ვიდეოებიც, თუ სხვა ჩანაწერები. გამოსვლა შეიძლება ამ ღილაკის საშუალებით. და ეს იყო ჩვენი მედია ცენტრი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დაავთვალიეროთ სურათები, უყუროთ ფილმებს,
უსმენთ მუსიკას.